სურაღაც ხდება პატარა ქალაქში ხან დღისით ხან ღამით ხან მზეში და ხან კარში მალე ხომ იცი რომ მიდის და აღარ იცის დრო ახელ თვალებს სინანულს რომ მერე გვიან ხდები რომ ის იყო ვინც გიყვარს ის იყო ვინც გახსოვს ის იყო აბა ხო გახსოვს რაც უნდა თქვა? მე მგონი ხო. აუ ვიხუმრე მაგას რა დამავიწყებს. დღეს არ მცალია და ვერ მოგაკითხავ სკოლაში. ოღონდ რატომ არ მცალია და რატომ ვერ მოგაკითხავ? ეს არ ვიცი და არც მეუბნებია. გეტყვი, შენ თავს გებიცები, გეტყვი, ხო, ცოტა ხანში. აი ბატონო. დილამშვიდობის. აუ მა, რაღაც უნდა გთხრა. ბრძანე ბატონო. არა, სერიოზულად. სკოლასთან რუსკერია, ხო იცი? აჰა. სკოლის მერე მან დრო წავიდე, შეიძლება მე და ბავშვები. ცოტა ხნით მართლა. ხო, რა ვიცი, რა ხდება? არაფერი უბრალოდ. ძალიან ცოტა ხნით. კარგია მინდია გარეთ ბავშვები, ჰაერი, კაია. ხო, რა, ტელეფონთან ყურადღებით იყავი და კი ბატონო. კი, ოღონდ ამის თონა არ მინდოდა. ნუ ამისიც, მაგრამ შეგიძლია შენ რომ მომაკითხავ? მე დღეს არ მცალია, ვერ მივაკითხავ დიდი ბოდეში. მოგვარდებით, ხო? არა, ვერ მოგვარდებით, უნდა მომაკითხო. აი, მამიკო, სულ იმას იძახი, რომ მარტო გამიშვით, მარტო მივალ, მარტო მოვალ, რაღაცა ეხლა რა მოგივიდა? თან მომაკითხო, ძალიან გთხოვ. კაი ბატონო, მოგაკითხა. აი, შენი სალამამა ყავს მე. აი. კი, კორპორატიული საბავი უკვე გადაწყვეტილია. კარგი რა, ესეთები გადაგვიგორებია მე და შენ. ეს რა არის? საქმეზე ვლაპარაკობ, კეთილი. ვეცა დაგირეკავ რა ცოტა ხანში. რა საქციელია ეს გამაგებინე? დაგეგაკუნებინა მაინც. უარესი საქციელი იცი რა არის? 3 უდანაშაულო ადამიანის სამსახურიდან უმიზეზოდ გაშვება. აი რა უმიზეზოდ რა. შეცდომაზე უშვებდა გენიალური ტრიო. სად არის აბა შეცდომა? ნახე შენი ხელმოწერა, შემდეგ თარიღი. მე რო არ თქვა რომ რამე შევცვალებ. რა არის? მას აბა ლიზამ რა მაჩვენა? ხო, აი ეგ უკვე აღარ ვიცი. ეტყობა ლიზას რო ხედავ სხვა რაღაცების დანახვა გიჭირს. გიყოფა რა. ეგ უკვე ჩემი პრობლემა აღარა. მე მინდა რომ ანა და მისი 2 სტაჟიორი სამსახურში დარჩნენ. მაგრამ გაშვების ბრძანებას ხელი მოვაწერე უკვე. იცი, არც ეგაა ჩემი პრობლემა. შენ საკმაოდ ჭკვიანი ბიჭი ხარ და დარწმუნებული ვარ რომ რამეს მოიფიქრებ. ეს შეგიძლია კონდეს. აი მე თქვი კი ცველები ის რა ქვასაკო გეტყოდი ახლა დილამშვიდობისა მეთქი, მაგრამ არ დილაა და შეც ვერ გამოიყურები მშვიდობიანად. ხო, არა. საშინელი სიზმარი ვნახე და სიჩუმეში რო გავიღვიძე ძალიან შემეშინდა. გადაეჩვია ხა სიჩუმეშიც. ჯერ სადა ხარ?
ხო, კაი. ხმას არ მოვიღებ თევზი ვარ. რა ხდება? აცალე, ჯერ დაჯდეს. მოიცა რატომ უნდა დავჯდე? ისეთი რამე უნდა ამითხრათ, რომ შეიძლება წავიქცე? კი, რაღაც სიხარულისგან, მოდი. მოდი. მოიცა ეს და მე არ ვიყავით არწმუნებული, ნუ გუშინ წინ ტესტი კი გავიკეთე, მაგრამ მაინც. ის ტესტი მაინც არ გეტყოდა იმას. ანა, რანანა, გოგო, რანანა. თვალები მიხატული აქვს მაგას? ვერ ხედავს სურათზე რა ხდება? და რა ხდება? რამდენი ბავშვია ზედაბა? ისო ტყუპები გვეყოლება. ხედავ ბიჭო, რაცოლი ყავს ამას ვენაცვალე. ხო გიხარია. კი, როგორ არა. 4 შვილი, კაცო, 4. ხუმრობა საქმეა. თან ნახევარჯერ ისაც არ გძინავს. არა უშავს. რო გაიზდებიან, მერე დავიძინოთ. შენ ნუ გეშინია ზვიად. ერთი სულია გლაურას, როდის გადმოვა ბავშვების მოსავლელად. კაია, ხო, ორი დეიდა რომ ყავს. 2 გასათხოვარი დეიდა, ბიჭო. ზოგს რა ბედი აქვს? ნამდვილად კარგია. მთელი დღეა გეძებ. მოთაშორის მე შენ საძებნელად გამოვედი. სხვა? რა კარგია ერთმანეთი რო ვიყავით. რა იყო არ გიხარია რომ მიპავა? შენ წარმოედგინე აღარა. რა მოხდა რა გჭირს? მე რა ვჭირს ადამიანი? მე შენ რა ვჭირს გამაგები? ეს რა გააკეთე მითხარი. როდესაც ყველაზე მეტად მიჭირდა და საწყლად აეროპორტში ვიდექი, კიდე მეგონა რომ სამყაროში დარჩნენ კეთილი და მსხუნველი ადამიანები. თან ისეთი მოწყენილი იყავი, ვიფიქრე მივალ და ცოტას გავამხნევებ. ლიზა, საერთოდ არ მეხუმრება, იცი? საერთოდ. ყველაზე მეტად იცი რა მაგიჟებს? რომ აი ამ დამპალ ცხოვრებაში კიდე ერთხელ შევწდი. რა მოხდა? რა გავაკეთე ამისთანა? რა ხდება? რა გააკეთე ადამიანო? რა გააკეთე? მითხარი, ანას და იმ ორ ბავშვს როგორ დააბრალე რომ საბუთები გააფუჭეს თუ რაღაც ჯანდაბაგდეს? ისევ ანა, რა უნდა ამჯერად ჩემგან? რატო გადამეკიდა? არა, შენ არავინ არ გადაგეკიდა, შენ გადაეკიდე და კინაღა მუმიზეზოდ 3 ადამიანი გამაგდებინე სამსახურიდან. შენი ტყუილების გამო. როგორ გენდე, მე ხო გენდობოდია რა. და როგორ გაბედე რომ აი ასე უნამუსოდ როგორ მატყუებდი მითხარი, თან იცი როგორ მეზიზღება ეს ტყუილი. რაღაც გეშლება გიორგი, მე უბრალოდ საქმის კურსში ჩაგაყენე. ასე უნამუსოდ როგორ მატყუებ? გეკითხები კიდე როგორ მატყუებ ადამიანი? რას გატყუებ? ყველაფერი დოკუმენტურად მაქვს დასაბუთებული. აი ეს რა არის? მიდი კარგად ნახე, მიდი. თან ძალას ნუ დაიღლი თავს მაგის კითხვით. უკვე სიმართლე წერია მან, რომელიც შენ საერთოდ არ გაინტერესებს. ესე რანაირად მეკცევი? მოგასწრებთ. ლიზა, მოდი რა დავამთავროთ რა. და მე ვარ საერთოდ ჯობი არ წახვიდე. ანუ თან ვშორდები და თან სამსახურიდან მაგდებ. შენ უმიზეზოდ ნამდვილად არ გიშვებ. ცილის სამებისთვის და უაზრო ინტრიგების გამო გიშვებ რა. და აქ ამისი ადგილი არა.
იმედია ალბათ ხვდები რომ ჩვენი ამბავიც მოკლედ რა კარგად ებავი მირალამაზია ჩემი გოგო პარიზელია ოფიციალურად ნახე როგორ ხდება როგორ ვინატრება ახლა რომ წაიყვანთ ორი თვე ვერ ნახავ კაი რა ვალი რა წახვალ აგისწორდება შენს დაისვენებს რა თან შენ ხო ის ფხიარული რაღაცნაირი გოგო და დაისვენებ რა ძალიან ხიარული ვარ ну მეც თქვენ სავით რა ცხური ჩამომეშვა კარგ დღეს ჩავარდებოდით ამე ხარ მოწერია არაფერი რომ მოიწერა ხო გეტყოდია რა კაი მინდი ჭამე ეს ბურგერები რისთვის მაყიდინე არ მინდა რატო თავი არ მაქვს აჰა მოიწერა ხო როგორც იქნა თან ვიდეო გამოვაგზავნა ანახე ნუ აჰა ვერ ხვდები საიდან უნდა დავიწყო ალბათ არ არსებობს ადამიანი რომელიც ახლა გაიგებს რამ ჭირს თავიდან დავიწყებ ყველაფერს ექიმი არ მინახავს პარიზშიც მარტო ერთი დღე გავჩერდი ერთ ჩავჯექი პირველივე მატარებელში და საერთოდ უმისამართად წავედი რამდენიმე მატარებელი ავტობუსი და მანქანა გამოვიცვალა მინდოდა რომ ყველასგან და ყველაფრისგან შორს ყოფილიყავ არ აღმოჩნდი მე ის ადამიანი რომელსაც პრობლემასთან გამკლავება შეუძლია ვერ გავუძლებ კატოს ოპერაციის ლოდინს და ვერ ვიქნები მის გვერდით მთელი ცხოვრება რამე რომ დაჭირდეს მითქენი არას ფიქრობთ ახლა ჩემზე უარეს ვიმსახურებ